მოგესალმებით. დღეს ხუთშაბათია, ჩვენი გადაცემა ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. მე მინდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შევეხო, ახლა მხოლოდ ხმას გადავამოწმებ და მოვალ ამ წუთში. შევხედო კადრი, როგორია? მეგონი ახლა ნორმალურია. შევუდგეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რაც მსოფლიოში ხდება, ცხადი არის ის, რაც ირანში პროცესი მიდის და გითხრათ სიმართლე, ის ანალიზი, რომელიც მე გავაკეთე 10 დღის წინ, როდესაც ვსაუბრობდი იმ უპირატესობებზე და ასიმეტრიის კანონზე, რომელიც საშუალებას აძლევდა საქართველოს თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მოეპოვებინა გამარჯვებები აბსოლუტურად შეუდარებლად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან, სწორედ ეს არის ასიმეტრიის კანონი, როდესაც სუსტს, მოტივირებულს, კონცენტრირებულს იმ ჯგუფს ადამიანებისა, რომლებსაც აქვს დასაკარგი და ფუნდამენტალური დასაკარგი აქვთ უპირატესობა გაცილებით მდიდარ და აღმატებულ ძალასთან და დაახლოებით ასე გამოდის ამერიკასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც იგეგმებოდა. მე კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს გავიხსენებ ისრაელისა და შეერთებული შტატების ირანზე დარტყმის წინ საღამოს მე გავაკეთე ანალიზი თუ რა მდგომარეობა იყო შეერთებულ შტატებში, რას ეუბნებოდნენ პრეზიდენტს მისი უმნიშვნელოვანესი სპეცსამსახურები, დაზვერვამ უთხრა, რომ სულ სხვა სიტუაცია იყო, არავითარი ბირთვული იარაღზე საუბარი არ იყო. ყველა ინფორმაცია იყო ისეთი, რომ შეერთებული შტატების მიერ რაიმე ნაბიჯის გადადგმა ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედების თვალსაზრისით იყო უსაშველოდ რთული და მოხდა ის, რაც მე ოდნავ მივანიშნე, თუმცა დავწერე, რომ ამნაირი რაღაცების შემდეგ ამერიკა ალბათ უარს იტყვის დარტყმაზე. მეორე დღეს მოხდა დარტყმა გამთენიისას, მაგრამ სიტუაცია, რომელიც დგება მაშინ, როდესაც ვოლუნტარისტულად პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ საერთოდ არ აქცევს ყურადღებას უმთავრეს ორგანოებს, რომელთა თავარი ფუნქცია სწორედ იმ ფარული ინფორმაციის მოპოვებაა, რომელმაც სწორი გადაწყვეტილება უნდა გამოიმუშაოს, არ აქცევს მრჩევლებს ყურადღებას და აქცევს ყურადღებას მხოლოდ ორ აბსოლუტურად გონება სუსტ სენატორს, როგორც არის ლინდსეი გრემი და ტომ კრუზი, რომელმაც თვითონ აღიარა საკმაოდ
ცოტა უხეშად ვიტყვი, საკმაოდ სქელშუბლიანი სენატორია, რომელსაც ბევრი ჭკუა ნამდვილად არ აქვს და ის ამბობს, რომ მე ამერიკის უშიშროების მიზნით უმტკიცებდი მას, რომ ეს ყველაზე დიდი ნაბიჯი იქნება, ხო? ესე იგი, ფაქტობრივად უარი და უხეში იგნორირება გაუკეთა ფუნდამენტალურ სამსახურებს, დაეყო აბსოლუტურად არაგონიერ ადამიანს და დღეს შეერთებული შტატების მდგომარეობა აბსოლუტურად არასახარბიელოა. ჯერჯერობით დაძაბულობის პიკი გასული არ არის. მე მხოლოდ ორ ადგილზე ვხედავს, როგორი ძლევამოსილ გამარჯვებას აღწევენ ამერიკელები ირანში. ეს არის რა თქმა უნდა ქართული კანალიზაციის ტელევიზიები და ეგრეთ წოდებული შინმავალთა მედია საშუალებები და მეორე თქვენ წარმოიდგინეთ უკრაინაც კი არსებული დაძაბულობის გამო შეერთებულ შტატებთან უმწვავესად აკრიტიკებს შეერთებული შტატების პოზიციას. იქ არის საკმაოდ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც გონიერების ფარგლებს არ გასცილებიან, თუმცა გარკვეულად ხარხს უხდიან წარსულსაც არა ქების თვალსაზრისით, არამედ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა ძალიან უყვართ ბჭყალებში რუსები. ესეთ სიტუაციიდან გამომდინარე. სინამდვილეში სულ სხვა არის და ცნობილ ამერიკულ მიმოხილველებში ისიც კი გაიცმა, რომ შეიძლება რა კი ეს ბიზნესმენია, ეს არ არის პოლიტიკური მოღვაწე, ეს არ არის სახელმწიფო მოღვაწე, შეიძლება მის უახლოეს გარემოცვას თუ გნებავთ ოჯახურ დონეზე ამ პიროვნების მეშვეობით ძალიან დიდი გამდიდრების ამოცანა დასახული და ეს ომიც მათ შორის შემდეგი განაცხადები, რომ ის ირანთან აწარმოებს მოლაპარაკებას და ამ დროს ირანი ამას უარყოფს, რაც აბსოლუტურად ათამაშებს საფონდო ბაზარს, ფასებს ნავთობზე, როცა ინსაიდერული ინფორმაცია გაქვთ, როდის რა შეიძლება მოხდეს, ამაზე შეიძლება დიდი ფული იქნას გაკეთებული და როგორც ჩანს ეს ფული კეთდება, მაგრამ შეერთებული შტატების მდგომარეობა სავალალოა. ძალიან სავალალოა და თორე თქვენ დაინახავთ, მე ჩემს ანალიზში ვთქვით, რომ უპირატესობა აქვს ირანს. კარგია ირანი, ცუდია ირანი, მე სიტუაციას ავწერ. საქმე ის არის, რომ ირანში რაიმე ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია, თუ წარმატებული სახმელეთო ორგანიზაცია, უпростоრად სახმელეთო ოპერაცია არ იქნა განხორციელებული. რაც ნიშნავს ისეთ რთული რელიეფის ქვეყანაში, როგორიც ირანია, სახმელეთო ოპერაციის გაკეთება. პარალელს გავავლებ. ერაყი. 170,000 ამერიკელი ჯარისკაცი მთელი თავისი შეიარაღებით, მძიმე ტექნიკით, თვითმფრინავებით და ასე შემდეგ, დამატებული 30,000 მოკავშირეებით 200,000-იანი არმია თითქმის 9 თვის განმავლობაში ებრძოდა ერაყის არმიას, რომელიც თავის დროზე თვითონ შეაირაღეს და თვითონ იყვნენ მოკავშირეები ირანის წინააღმდეგ, რომელმაც 2 მილიონამდე ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია ირან-ერაყის ომმა. მხოლოდ 9 თვის მერე შეძლეს სადამ ჰუსეინის აღმოჩენა, კი იცით როგორ დამთავრდა და ერაყის არმიის დამარცხება და შემდეგ მისი დაშლა. ეხლა წარმოიდგინეთ განუზომლად ძლიერი ერაყთან შედარებით ირანი, მისი ფაქტობრივად სახმელეთო ოპერაციისთვის შეუძლებელი რელიეფი, რომელიც მთაგორიან ვიწრო გასასვლელებს არის დაქვემდებარებული და მათი დაკეტვა მარტივია, რამხელა მსხვერპლი შეიძლება იყოს ამერიკელების მხრიდან და რაც ნიშნავს ამერიკელებისთვის ერთი კუბოც კი, რომელიც ასეთი ოპერაციის შემდეგ დაბრუნდება შეერთებულ შტატებში, მე ძალიან კარგად ვიცი, ვიეტნამის ომიდან ყველაფერი ჩემ თვალწინ მიმდინარეობდა, მე მახსოვს კოლოსალური
აგრესიული წინააღმდეგობა ამერიკის შიგნით საზოგადოებისა ხელისუფლების წინააღმდეგ, იმ დაღუპულების წინააღმდეგ, ათასობით დაღუპულის წინააღმდეგ და სრული კრახი ვიეტნამში შეერთებული შტატებისა. ფაქტობრივად, როგორც ერთმა ცნობილმა ამერიკელმა მიმოხილველმა თქვა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ არსებობს ომი, რომელიც წამოიწყო შეერთებულმა შტატებმა და ოდესმე გამარჯვებული გამოვიდა. არ არსებობს ასეთი ომი და ცხადია, არც ირანის ომი არ იქნება ეს. თუმცა კიდე გეუბნებით, რომ მიმართულებით განვითარდება მოვლენები, მე ჯერ ვერ გეტყვით, ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველაფერს, ესკალაცია მოსალოდნელია, ის რომ 1000 საზღვაო ფეხოსანი გააგზავნა ტრამპმა თითქოს და იმ კუნძულის დასაპყრობად, 1000 კაცი ყოფილა გინდა რა, უზარმაზარი მსხვერპლი იქნება და ამით დასრულდება. თვით ამერიკაში მიდის პროცესები, რომელიც კარგს არაფერს უქადის ამ ხელისუფლებას პირადად ტრამპს, მაგრამ ტრამპი და შეერთებული შტატების მომავალი უნდა დავაცილოთ ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ამ ადამიანის საქციელი არ ჯდება ამერიკის ინტერესებში, ის რომ ის მსოფლიო ომს წამოიწყებს, გამოიმარჯვებს და ერთადერთი სახელმწიფო იქნება, რომელიც თავის ნებას დაუმორჩილებს, ყველას ეს დაახლოებით ზღაპრების რიგია, ეს ზღაპრები საქართველოში ვრცელდება ყველაზე მეტად და ძალიან საეჭვო ხალხის მიერ. პირიქით, მე შემიძლია ახალი ფაქტი გითხრათ, სულ ახლახან დემოკრატებმა მოიგეს კონგრესის არჩევნები იმ ჩვენებურად რო ვთქვათ რაიონში, იცით თქვენ როგორ ხდება დარაიონებულია თითეული შტატი, მათ სპეციალური სახელი ჰქვია, კონგრესმენები ამ ცალკეულ რაიონებში ირჩევა და სენატორები კი მთელი შტატის მასშტაბით. ამიტომ კონგრესმენის ლეგიტიმაციის ხარისხი უფრო ნაკლებია, ვიდრე სენატორის ლეგიტიმაციის ხარისხი, იმიტომ რომ ის მთელი შტატი ირჩევს. ამას კი შტატის ერთ-ერთი რაიონი წააგო იმ რაიონში, რაიონს უწოდებ მე რუსები ოკრუგს უძახიან, ამერიკული თავისი სახელი აქვს, სადაც მისი რეზიდენცია მარალაგო არის განლაგებული, ეს იყო წითელი შტატი, ეს იყო ყოველთვის რესპუბლიკელების შტატი, არასდროს სხვას არ მოუგია და დემოკრატებმა სულ რაღაც ერთი დღის წინ მოუგეს კონგრესის არჩევნები და დემოკრატი წარადგენს იმ ადგილს, ეს სიმბოლურია, ასე იქნება. ფაქტობრივად ტრამპის ეს აბსოლუტურად გაუგებარი, არაპრაგმატული, არაპოლიტიკური საქციელი, მხოლოდ ბიზნესზე აგებული საქციელი ასამარებს რესპუბლიკურ პარტიას და ასამარებს იმ ძალიან ძლიერ კონსერვატორ ახალი თაობის ადამიანებს, თუ გნებავთ ვენსი აიღეთ, რომელიც ერთ-ერთი წარმომადგენელია და ის პოლიტიკით არის დაინტერესებული და არა ფინანსებით, მათ მომავალს და თქვენ ამას ნახავთ, თუ რა სასტიკი მდგომარეობაში ჩავარდება რესპუბლიკური პარტია, რაც საერთოდ არ არის კარგი, იმიტომ რომ დემოკრატიული პარტიის პოზიციები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით წლების განმავლობაში, ვიცით მათი იდეოლოგია, ვიცით მათი მიმართულებები, ვიცით ზეწოლის ხარისხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, ის რაც მე ავხსენი 10 დღის წინ, აი დაფაზე როცა წერდი ამ ყველაფერს და ასე შემდეგ, თურმე ყველაფერი ძალაშია, სხვანაირად არც იქნებოდა, იმიტომ რომ ასიმეტრიის კანონი არ არის ვიღაცის მიერ შემთხვევით ან ზერელეთ მოგონილი რამ, ეს ძალიან სერიოზული რამეა და თქვენ ხედავთ ამას დღევანდელ სინამდვილეში. ჩვენ ჯერჯერობით საშიში ზონა არ გაგვივლია, საშიში პიკი არ გაგვივლია, არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, მე ვფიქრობ, რომ თვითონ ამერიკის პრეზიდენტმა არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები
თუ ანალიზებს დავაკვირდებით, ატომური ბომბის გამოყენებაც კი არანაირ გარანტიას არ აძლევს შეერთებულ შტატებს, პირიქით კიდევ უფრო გაირთულებს თავის მდგომარეობას. ამიტომ აი ეს არის ის, რაც ყველა პოლიტიკოსისთვის, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით არის შეპყრობილი, არის ანთებული წითელი, რისი გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ის რაც საღაზრს ეწინააღმდეგება, ის რაც ეწინააღმდეგება პრაგმატულ მიზნებს ასეთი დონის დაპირისპირებისა, ის რაც არაფერს არ აძლევს საკუთარ ქვეყანას, იმიტომ რომ ამერიკელები უარს ამბობენ აღმოსავლეთში გამგზავრებაზე, ისინი აცხადებენ, რომ არ სურთ ისრაელისთვის დაიღუპნონ, თავისთავად ცხადია, საშინელი რეაქცია ჰქონდა ამერიკელ ჯარისკაცებში შეცდომით პირველ დღეს, როდესაც განადგურებული იქნა სკოლა და 170-მდე გოგონა ემსხვერპლა ამ უბედურებას. შეცდომა გამოწვეული იყო იმით, რომ იმ ადგილზე ადრე იყო ეგრეთ წოდებული ქსირის შტაბ-ბინა, შემდეგ ის დაუნგრევიათ 10 წლის წინ, სკოლა აუშენებიათ, ამერიკულ რუკებზე ეს ყველაფერი დატანილი იყო როგორც შტაბ-ბინა ამ ორგანიზაციისა და დაარტყეს ისე, რომ რას ურტყამდნენ, კარგად არ იცოდნენ. თავისთავად ტრაგედია, ამ საშინელი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, ერთია, როდესაც მეომარი იბრძვის და იბრძვის მართალი საქმისთვის და მეორეა, როდესაც ის ჯარი, რომელშიც ის არის და რომელიმაც უნდა იბრძოლოს, იქ ბავშვების მსხვერპლის მიზეზი ხდება. ხომ, ამიტომ ურთულესი სოციალური მდგომარეობა ამერიკაში და ეხლა ჩვენ აქედან გადავიდეთ საშინაო მიმოხილვაზე და მე ორ ძალიან მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო. პირველ რიგში ეს არის, დააკვირდით, ის, რაც დაემართა ამერიკელებს, რაც ასე მათ არ მოსულიათ, იმიტომ რომ მე დაახლოებით 67-68 წლის მერე, შეიძლება ერთი წლით კიდევ უფრო ადრე, საქმის კურსში ვარ ამერიკული პოლიტიკისა, ძალიან ბევრი ინფორმაცია მქონდა, ვაკვირდებოდი, მახსოვს ვიეტნამის ომის პერიპეტიები, მახსოვს კენედის მკვლელობა, მახსოვს ჯონსონის მოსვლა და ასე შემდეგ და ასეთი სიტუაცია ამერიკაში, როდესაც აბსოლუტურად არაპოლიტიკური ფიგურა ყოფილიყოს ხელისუფლებაში, თანაც ისეთი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელიც ტრამპს ჰქონდა პირველი და თუ გნებავთ მეორე არჩევისას და ასე რადიკალური შეცვლა ყველაფრისა, აბსოლუტურად სიახლეა ამერიკის სინამდვილეში და ამან არ შეიძლება არ გამოიწვიოს დიდი პრობლემები და ამას მე უკავშირებ ელიტების მონაცვლეობას, ელიტების აღზრდის პრობლემას და დროში მოქმედი ელიტების ჩანაცვლებას ახალი ელიტებით. და ეს არის საქართველოს სინამდვილეში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, იმიტომ რომ დააკვირდით შეერთებულ შტატებს, დააკვირდით ისეთ ავტორიტარულ მართვის რეჟიმებს, როგორც არის რუსეთში, თუ გნებავთ, როგორც არის უნგრეთში, როგორც არის ჩინეთში, როგორც არის სხვაგან. ელიტების მომზადება არ ხდება ჯერ კიდევ ძალიან ადრეული ახალგაზრდული ასაკიდან არ ხდება სელექცია, არ ხდება მათი სპეციალურ სასწავლებლებში აღზრდა, იმიტომ რომ შენით არ თავდება ეს ქვეყანა, შენით არ თავდება ხელისუფლება, როდესაც ხელისუფალი, მით უმეტეს ქართველი ხელისუფალი, ანუ ბჭყალებში ბელადი, ვაი ბელადი, უი ბელადი, თავის გარშემო თავის მლიქნელებს იკრებს, როცა ლოიალობა და ახლობლობა
მისთვის დომინირებულია პროფესიულ ცოდნასთან, პასუხისგებლობასთან, ეროვნულობასთან და ასე შემდეგ შედარებით დგება საკითხი, რომელიც გონიერი საზოგადოება უნდა ითვალისწინებს. კი ბატონო, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ღმერთი მოვლენილი და საქართველოს პატრონი გადაარჩინა, ამას გადაარჩინა, იმას ბლეფია ეს ყველაფერი, მაგრამ ხო გჯერათ. ეხლა გეკითხებით მე ძალიან მარტივად, რა და ვინ ტრიალებს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, რომელიც არ წარმოადგენს ლეგიტიმურ ხელისუფალს, არის აბსოლუტურად არალეგიტიმური ხელისუფალი, რაც უკვე დანაშაულია, ვინ ტრიალებს მის ირგვლივ. აი, ხვალ რომ წავიდეს ბიძინა ივანიშვილი, თქვენ გეკითხებით მის მომხრეებს, რა დარჩება ქვეყანაში? რასაც თქვენ ხედავთ მის ირგვლივ, თორე ქვეყანაში საღი ხალხი ძალიან ბევრია და თქვენ ამას მალე ნახავთ, რომ ძალიან ბევრია. თქვენ ნახავთ შესანიშნავ ლიდერებსაც, ამასენ აუცილებლად გავაკეთებ, მაგრამ მე გეკითხებით. რა პოლიტიკური სპექტრი შექმნა 13 წელი, ეს არის დანაშაულებრივად დიდი დრო, როდესაც არ ხარ ლეგიტიმური ხელისუფლება. შენ პიროვნულად პირველი არჩევნების შემდეგ, როცა გენდო ხალხი 2012 წელს, რამდენიმე თვის მერე მიატოვე ეს ხალხი, მიატოვე ეს ხელისუფლება, გადი ჭრდილში და დაიწყე გარედან მართვა, რომლის უფლება არანაირად არ ქონდა. ხალხი ამას ეგრევე, რასაც მე უწოდებ სეთურის ბრბო, აყვა ამ ყველაფერს და ეხლა გეკითხებით ამ სეთურის ბრბოს. ბიძინა ივანიშვილი დაიწყო. გასაგებია, რომ საქართველოს დაიწყო სააკაშვილით. ხო სწორია? ასეა მის გონება დაბნელებულ მომხრეებს, რომ სააკაშვილმა გააჩინა საქართველოს, სააკაშვილმა ააშენა ეს სახელმწიფო და ეხლა შემდეგ ის ცუდი აღმოჩნდა და ეხლა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. გეკითხებით. ბიძინა ივანიშვილი რომ წავა, თუ ყველაფერი ასე იქნა, ვინ დარჩება? რა დონის ელიტები დარჩება? ხედავთ თქვენ, ხო? სრული კატასტროფა ხელისუფლებაში, ოფიციალური ხელისუფლებებით არის და სრული კატასტროფა იმ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი და ერთმანეთს ასაზრდოებენ, იმიტომ რომ ოცნების გარეშე ის არსებული ოპოზიცია მკვდარია და ამ ოპოზიციის გარეშე ოცნება მკვდარია. ესე იგი, ჩვენ გვაქვს უდიდესი პრობლემა, რომელიც კარგად უნდა ვიფიქროთ, მე ყველა გონიერ ქართველს მოუწოდებ, ყველა სერიოზულ ადამიანს მოუწოდებ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ელიტების გამოზრდაზე, აქ სპეციალური სკოლები უნდა იყოს, სპეციალური სელექცია უნდა იყოს, თუ გნებავთ სკოლის უკვე ბოლო დამამთავრებელი კლასების დონეზე სერიოზული სელექცია, თუ რაიმე ძლიერი ინტელექტია, ჩვენ მას უმაღლესი დონის განათლება უნდა მივაცეთ და მოამზადოთ ეს ხალხი თავისი ნიჭიდან გამომდინარე, თავისი მონდომებიდან გამომდინარე, მომავალ სახელმწიფო პოლიტიკურ ელიტებად და ინტელექტუალურ ელიტებად ისინი ისედაც ჩამოაყალიბებენ თავის თავს და დაიკავებენ გარკვეულად, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ამ 33 წლიანი მარაზმის პირობებში, როდესაც საზოგადოებას არ გავს, როდესაც ელიტები ელიტებს არ გავს და პასუხისგებლობა არც ერთს არ გააჩნია. მაგრამ ქართული საზოგადოება იცვლება, მე წინა ორშაბათის გადაცემაში ამაზე ვისაუბრე, არ განმეორდები, აშკარა არის, მე თანამოაზრეებიც კი გუშინ ოფისში საუბრის დროს გარკვეულად შორს არიან დღევასგელობისგან, არ უნდათ დაინახონ ის ცვლილებები, რომელიც საზოგადოებაში მოხდა, რომ 33 წლის განმავლობაში წამოვიდა ახალი თაობა, რომელიც ინტელექტუალურად მე საღ თაობაზე გეუბნებით, რომლებიც ბევრია და არა იმ კანალიზაციის ტელევიზიებით პროპაგანდას დაქვემდებარებულ ახალგაზრდების ნაწილზე, რომლებიც შინმივალთა კატეგორიას ეკუთვნის და თავისი ზერელობითა და თავისი მაპატიეთ, მაგრამ არ გეწყინოთ ახალგაზრდებო, სადაც გნებავთ იქ დაგესაუბრებით, მე ამას გულის ტკივილით ვამბობ, თორემ მე ახალგაზრდებს
მოტყუებული ხართ მაგარი და ძალიან საშინელ დღეში ხართ, ყველაფერი თავზე დაგემხობათ ის, რაც გწამდათ, იმიტომ რომ სიტუაცია ქვეყანაში და მსოფლიოში ისე იცვლება, სადაც თქვენი ადგილი აბსოლუტურად არ იქნება. ესე იგი, ნომერ პირველი პრობლემა ჩემი დღევანდელი საუბრისა არის ის, რომ საქართველოში არ ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე, საქართველოში ინტელექტუალური ელიტა, პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლებაში მყოფი ელიტა, მთლიანობაში საზოგადოება არ ქმნის იმ გარემოს, როდესაც აუცილებელი იქნება, რომ შენ დღეს მომძადო ის ხალხი, რომელიც ხვალ და ზეგ ამ ქვეყანას მოულის. ესე იგი, ჩვენ ისევ შემთხვევითობაზე, ისევ ვიღაც ახალ ბელადზე, ისევ გადატრიალებაზე, ისევ გადმოტრიალებაზე ვართ და დაბოღმილები ერთმანეთს 33 წელია, ხან აგენტებს უძახით, ხან პუტჩის მონაწილეებს და რაც შეეხება პუტჩს. კიდე გეუბნებით. მე ხმა მაქვს მიცემული, რომ 92 წელს იყო სამხედრო სისხლიანი გადატრიალება. ამით ყველაფერია ნათქვამი. რა კი ხელისუფლებების ნება არ იყო, რომ ამ დადგენილებების 2005-ია გამეორებული კიდე, ამ იურიდიული დოკუმენტის საფუძველზე პოლიტიკური ნება ყოფილიყო და კანონიერება აღდგანიყო, ამას მოყოლოდა, აუცილებლად დასჯა და ასე შემდეგ, სპეციალურად იქნა შენარჩუნებული ეს ფონი, როდესაც ადამიანს ადამიანი ეზიზღება, ქართველს ქართველი ეზიზღება, მტრად მიაჩნია, ამიტომ არის გაბოროტებული, წარუმატებელი ამდენი წლის განმავლობაში, არაფერი რო არ გამოვიდა ცხოვრებაში, გაბოროტებული უკვე ერთმანეთს რას არ უწოდებს და ეს უნდა დასრულდეს, ამაზე მქონდა მე საუბარი. დასრულება სულაც არ ნიშნავს, რომ დაუსჯელობას, როდესაც ნამდვილი ხელისუფლება მოვა ხელისუფლებაში, აუცილებლად მოხდება ყველა მტვერდადებული საქმის ჩამოღება, გამოძიება, დასჯა, რაც არ ექვემდებარება სასამართლო დადგენილებას, სასამართლო წესის განსჯას, ყველაფერი ამინისტირებული უნდა იყოს და ქართველებმა სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში 90-იანი წლების ჭაობში ჩაიხჩობა ისედაც დამხჩვალი საზოგადოების ნაწილი, ახლა უკვე მთელი საზოგადოება. ამიტომ ცხადად ვამბობ, პირველი, ქართველები არ ფიქრობენ მომავალზე, ქართული მომავალი მართველები არ იზრდება, ამისთვის არაფერი არ არის ქვეყანაში შექმნილი, ის რაც გვაქვს კატასტროფაა, ყველაზე ცუდი ამ არალეგიტიმურ მმართველობაში ის არის, რომ არალეგიტიმურმა მმართველმა არ იცის სახელმწიფო როგორ მართოს. ხას უსვამ. მე ამას რაღაც კრიტიკი და რაღაც წყენის მიზნით კი რო გიდებ, მან უბრალოდ არ იცის როგორ მართოს სახელმწიფო. არ არსებობს 13 წლის განმავლობაში გადაწყვეტილება, რომელიც რაიმეში წაადგა საქართველოს ხელისუფლებას და ის რომ ის არაფორმალური მმართველია კიდევ უფრო ვარესია. ესე იგი, ეს არაინსტიტუციონალური ცვალებადობები ხელისუფლებაში, რევოლუცია, ეს ასეთი ისეთი ქმნის იმ გარემოებას, რომ ჩვენ არ აქვს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ხალხზე იქნება დამოკიდებული. ეხლა მე გადავდივარ მეორე პრობლემაზე, ასევე უდიდეს პრობლემაზე, რომელიც გასააზრებელია ყველა გონიერი ქართველის მიერ. ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც აშკარად არალეგიტიმურია. მის ხელისუფლებაში ყოფნას არ ცნო არც ერთმა პარტიამ. პარლამენტში ზის ოცნება, მე რაღაც გააყო იქ რაღაც სიაფანტობები რომ იტყვიან, სხვა არავინ არ აღიარებს მის 48%, მსოფლიოში უდიდესი კრიზისია და ხელისუფლებაც გაყოფილი შიგა, ანუ გახლეჩილი საზოგადოება აქვს და მართალია მისი ხელშეწყობით ხდება ის, რაც პარლამენტის წინ ხდება, ის მსვლელობები, ის ჩამოგდების იმიტაციები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს შეღავაც ქვეყანას არ აძლევს. ესე იგი, ჩვენი მთავარი მიზანი არის
სამართლიანი არჩევნების გზით დაუქვემდებაროთ ხელისუფლებები არჩევას, როდესაც არჩევის შედეგი საერთო შეთანხმებული წესებით არჩევის შემთხვევაში არ ექვემდებარება გადახედვას და ეს აძლევს მაღალ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას, რომელმაც კრიზისულ სიტუაციაში უნდა იმოქმედოს როგორც ხალხის ნების გამომხატველმა, რომელიც მას, ანუ ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი მას აძლევს საშუალებას იყოს ძალიან მოქმედი, ძალიან გადამწყვეტი, იმოქმედოს ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში კონსტიტუცია და კანონი განსაზღვრავს. ესე იგი, ჩვენი მეორე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ბოლო 33 წლის განმავლობაში არ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლებები, რომელიც ხალხის დიდი ნდობით სარგებლობენ და ამ ხალხის ნდობის საფუძველზე ისინი მართვას ახორციელებენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც ყველამ უნდა გაიაზროთ. თუ ხელისუფლება არჩეულია ხალხის მიერ, მას პასუხისმგებლობა რჩება ხალხის წინაშე, იმიტომ რომ შემდეგი 4 წლის მერე კვლავ იქნება არჩევანი და მე ძალიან კარგად ვიცი პოლიტიკაში მყოფი ადამიანისთვის, თუ ის ხელისუფლებაშია, მისი მთავარი მიზანია შეინარჩუნოს ეს ადგილი. ამიტომ ის რაღაცას მაინც გააკეთებს. ხალხზე არ არიან დამოკიდებული, ნახეთ. მაგალითს გეუბნებით, ეს ხო ჩემი მოგონილი არ არის. ბიძინა ივანიშვილის ხათრით მისცეს ოცნებას ხმა 2024 წელს. ბიძინა ივანიშვილი ოცნების სიაში იყო პირველი ნომერი, მათ ასე იყო თუ ისე იყო, ფაქტიურად არაღიარებული არჩევნებში გაიმარჯვეს ბჭყალებში და როგორც კი ეს გამარჯვება იქნა დაფიქსირებული, პირველი პირი გავიდა სიიდან, ანუ ხალხს უთხრა, თქვენი პატრონი დედაც. მე არაფერს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ რაიმე ხელისუფლების პირველი პირობა ას იქნება თუ ის იქნება, უზარმაზარი პასუხისმგებლობარი შედეგები უნდა იქნეს დადებული, ამიტომ გავიდა და გარედან მართავს პასუხისმგებლობა მოიხსნა, რაც ავტომატურად ანადგურებს იმას, რასაც არჩევნები ქვია. არჩევნები იმიტომ კეთდება, რომ შენ როცა გენდო ხალხი, შენ უნდა გახდე პირველი პირი და კეთილი ინებე და აიღე მთელი პასუხისმგებლობა შენ თავზე. ეს არ გააკეთა, ამიტომ ჩემი მეორე დიდი პრობლემა, ელიტების გითხარით მომზადების პრობლემა, მესამე პრობლემა ეს არის ლეგიტიმაცია ხელისუფლებისა და ეს ვერანაირად ვერ მოხდება, თუ კანონიერება არ იქნა, კონსტიტუციური სამართლიანობა არ იქნა აღდგენილი, ის რაც 92 წელში სისხლით იქნა ჩამოგდებული, კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა არ ნიშნავს უკან დაბრუნებას, ეს ნიშნავს წარსულიდან განთავისუფლებას. დანარჩენი 1000-ჯერ მაქვს ახსნილი, ამიტომ აღარ გავიმეორებ. ეს იქნება დასაწყისი იმისა, რომ ჩვენ შევთანხმდებით თამაშის წესებზე, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ოპოზიციაში ყოფნის პირობებში, ქვეყნისადმი, ხალხისადმი დამოკიდებულებაზე, მერე კი საერთო შეთანხმებული კანონით არჩევნებს და შემდეგ უკვე არჩეული ხელისუფლება მთლიანობაში იქნება დამოკიდებული ხალხზე და არა ისე როგორც 33 წელია წმინდა ვირეშმაკული პოლიტიკა მიმდინარეობს ქვეყანაში. ესე იგი, ეს მეორე თუ პირველი პრობლემა სამომავლოდ არის პრობლემა და დღეს თუ არ დაიწყო ის სამომავლოდ არაფერი არ იქნება, იგივე ჭაობი იქნება. მეორე პრობლემა კი ეს უახლოესი პერიოდის გადასაწყვეტია, იმიტომ რომ ამ შეთანხმებას დრო უნდა, შეთანხმების შემდეგ პირველ რიგში ხელისუფლებამ ამ არალეგიტიმურმა, მაგრამ ხელისუფლებამ ფაქტობრივად უნდა აღიაროს პარლამენტის წინადადგინებები, როცა სამხედრო გადატრიალებაზე, სადაც სამხედრო გადატრიალებაზე საუბარია, დანარჩენი უკვე წმინდა ტექნიკური საკითხებია, რომელიც მოგვარდება. მესამე, ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ თავისი უბიცობის გამო დაიყვანა სრულ განადგურებამდე, ეს არის განათლების საკითხი. ნახეთ, დააკვირდით
იქ სადაც სახელმწიფოებს გარკვეული სერიოზული ამოცანები ჰქონდნენ, გარდა იმისა, რომ ისინი პოლიტიკურ ელიტებს ამზადებდნენ და ამზადებდნენ სპეციალურ სასწავლებლებში, რომელიც მაღალი პრესტიჟულით არის, ასევე ამზადებდნენ იმ ფუძეს, რომელიც სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს უზრუნველყოფს. ინგლისის მაგალითზე ვიტყვი. ყველას გაუგონია კემბრიჯი, ოქსფორდის ორი უნივერსიტეტი, ძველი უნივერსიტეტი, ძალიან მაღალი რანგის უნივერსიტეტი, ყოველ შემთხვევაში ჩემი სტუდენტობის დროს ძალიან მაღალი დონე იყო, მაგრამ ძალიან ცოტა ვინმეს თუ გაუგონია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი, რომელსაც ქვია იმპერიალ კოლეჯი, საიმპერიო კოლეჯი, ლონდონი. ეს არის ის, რამაც ბრიტანეთის ძლიერება უზრუნველყო, აქ არის უამრავი ნობელის ლაურეატი, რაკეტული ტექნიკა იქნება, სხვა ტექნიკის ნებისმიერი სფერო და ასე შემდეგ, ყველაფერი არის იმპერიალ კოლეჯში. ეს არის სუპერ უნივერსიტეტი, თუმცა კოლეჯი, ეხლა ჩვენებურად კოლეჯი ჩვენ ასე გონია თითქოს უნივერსიტეტზე დავალია, მაგრამ ინგლისურ ენოვან პრაქტიკაში კოლეჯი არაფრით განსხვავდება, უბრალოდ ტრადიციებია, ეს ძალიან მსხვილი ორგანიზაცია არის, ძალიან ფაქტიურად არის ლონდონის ცენტრში, მე ის გარედან ნანახი მაქვს და მე ვერ ვნახე ერთი ადამიანით ამ ვითომ შინ მიმავალ არარაობებში ერთი კაცი მაინც გამოდით, ვინც იმპერიალ კოლეჯზე ისაუბრებს, მის სტრუქტურაზე ისაუბრებს, ყველაფერზე მე ხო არ ვისაუბრებ, მე შესანიშნავად ვიცი იმპერიალ კოლეჯში რა ისწავლება იმ საგნებში, რომელიც მე ვიყავი ადრე დაკავებული და ჩემი პირველი თავარი მიმართულება იყო, მე ძალიან კარგად ვიცი. ფანტასტიკური დონეა. მათ შორის ამ სისტემას ლონდონის ეკონომიკური სკოლაც მიეკუთვნება. ესე ცალკეთე ვიღაცა უნდა ლაპარაკოს. დასავლური ორიენტაციის თუ ხართ, ბიჭო, რაც საუკეთესო იყო დასავლეთში, რატო არ წამოიღეთ? წინა ხელისუფლებაო, წინა ხელისუფლება დასავლეთის ორიენტაციის თუ იყავით, ვერ წამოიღეთ ეს ყველაზე საუკეთესოები, რაც იყო. ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, ის სიაფანტობა რო გახსენი ქუთაისში. შეკაიკაცო, ამაზე დიდ საქმეს რას გაუკეთებდი საქართველოს იმპერიალ კოლეჯის მსგავსი გაგეკეთებინა, ეგერ უზარმაზარი ტრადიციის ტექნიკური უნივერსიტეტია, ხო, გაასუფთავებდი იმას. იმხელა ფულ ჩადებდი აქ და დღეს სასწაული უნივერსიტეტი იქნებოდა მთელ საქართველოში, შეარჩევდით კადრებს. არის ეს კადრები, ხო? მათ შორის ქუთაისში, რომელიც თავის დროზე ფანტასტიკურად მაგარი კადრი გაძარდა განსაკუთრებით ტექნიკის სფეროში. ეს აბა რაც ვაკეთებ, ვერ გავიგე, ეხლა იურისტების ნამართი ქვეყანა არ გაიშვა უკანა კარში და იურისტების გაკეთებული განათლების რეფორმა. სადახართ დასავლური ორიენტაციები, მანახეთ რა გააკეთეთ განათლების სფეროში, ბოლონიის სისტემა, ეს ნეოლიბერალური ტყლაპო, რომლის გამოც უამრავი დაფინანსება მიიღეთ და გაათახსირეთ მთელი განათლება. ამიტომ მესამე, ფუნდამენტალური, პირველი ორი გითხართ, მესამე, ეს არის განათლების კატასტროფული მდგომარეობა და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის აუცილებელი სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის უზრუნველყოფი საგანმანათლებლო სისტემა. ეს რთული თემა, დიდი თემა. შემიძლია დაუჯდე ნებისმიერ, თემი ჩემი ცხოვრება გავატარე უმაღლეს სასწავლებელში, მთელი ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი გავატარე მსოფლიოში უპირველეს სამეცნიერო მიმართულებაში, ერთ-ერთ უპირველეს, ეს იყო ჩემი დიდი ბედნიერება. მის მერე არ შემიწყვეტია დღე და ღამ შრომა, ეს არის ხელისუფლება ასეთ რამეებს მოკიდებთ ხელში და თქვენ ვერ დაგაფასებთ და ვერ შეგაქებთ, ან კარგ რამეს ვერ ვიტყვით, ან თუ ჩათვლით საჭიროდ ვერ მოგეხმარებით, ცოტათი მაინც. რას აკეთებთ?
კიდე გეუბნებით რა ჩემი ფეხებით ხელისუფლება თქვენ ახარ დააკვირდით რა უქენით ქვეყანას აი სამი ფუნდამენტი რომლის გარეშე საქართველოს ვერ იარსებებს როგორც სახელმწიფო თორე წარსულში ჩარჩენილი ხალხი ერთმანეთი რო ეზიზღება და ერთმანეთის ესე იგი დანახვაზე სიგიჟემდე რომ მიდიან ეს ხალხი ჭაობში ჩავა მალე და ჩაიტანს მთელ საზოგადოებას თუ ასე გავაგრძელებთ სამი მთავარი პრობლემა გითხარით აგიხსენით ჩემი გადასახედიდან რა იყო ისტორიულად საქართველოს სამი მთავარი უპირატესობა რამაც ისინი დღემდე მოიყვანა ჩვენ ცალკე თემა გველოდება მე ისევ დაფასთან გავაკეთებ დღევანდელი საქართველოს და მისი უპირატესობები და ნაკლოვანებები ამას უახლოეს 2-3 გადაცემაში გავაკეთებ აუცილებლად უბრალოდ ინდა რომ წინა მოსამზადებელი პერიოდი აი ამ გადაცემების სახით შევამზადო და თქვენ უკვე მიხვდეთ იმ სერიოზულ პრობლემებზე რომლის წინაშე თქვენ და ჩვენ ყველანი ვდგავართ აი სამი ფუნდამენტი გადაუწყვეტელი გაუაზრებელი და ხელისუფლების დღის წესრიგში რომ არ დგას ის პრობლემები რომლის გარეშე ქართული სახელმწიფო უბრალოდ დაიხურება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მეც აღარ შეგაწუხებთ და დაგემშვიდობებით. შემდეგი ჩვენი გადაცემა იქნება შაბათს 21 საათზე. ეს უკვე იქნება კვირის ანალიტიკური მიმოხილვა და მე ვფიქრობ, რომ ეს ორი დღე კიდევ ბევრ რაიმეს შემატებს, როცა მე შაბათს შემეძლება უკვე სხვა კუთხით შევხედო მიმდინარე პროცესებს. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდით.